სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. Შემდეგი კითხვა ძალიან საინტერესოა, ძალიან აქტუალური და დღესაც ამბობს ჯონ მაკარტური, რომ ამ კითხვის გარეშე არ არსებობსო ბიბლიური კითხვა-პასუხები რო ჩატარდეს. და საქმე ეხება წინასწარ არჩევას, წინასწარ განსაზღვრას. და ეს დოქტრინა ძალიან როგორ გითხრათ, ბიბლიური თეოლოგებისათვის დასავლეთში ძალიან მიღებულია, განსაკუთრებულად პროტესტანტიზმში, რასაც სხვები უარყოფენ და იგნორებას უკეთებენ, იმიტომ რომ ბიბლიას ისინი არ აღიქვამენ როგორც აბსოლუტურად ღმერთის მიერ მოწოდებულ ჭეშმარიტებას. და როცა ჩვენ ვაღიარებთ ღმერთის მიერ მოწოდებულ ჭეშმარიტებას და ყველაფერს ვიღებთ ბიბლიიდან, ხო? ბევრი რაღაცეები არის პარადოქსი. ანუ ჩვენ გონებასში ვერ ჯდება. და ამიტომაც ადამიანები ან უკანწევენ, ან რაღაცა შუალედურს, ან შეაზავებენ და მაგას ვიღებთ მე ამ განსაკუთრებით დიდ რელიგიებში, კათოლიციზმში, მართლმადიდებლობაში და ძალიან ბევრი პროტესტანტის განხრაში, იმიტომ რომ ისინი ცდილობენ ადამიანური გონებით მოაწესრიგონ ეს. და რასაც ჯონ მაკარტური ამბობს, ეს არ არის წმინდა კალვინისტური მიდგომა, ეს არის ის, რაც არის ჯანსაღი მიდგომა, რომ არანაირად აქცენტს ჯონ მაკარტური არასდროს არ აკეთებს, აბა ვინ არის არჩეული და ვინ არის განწირული. მე მაგალითად ესე დავასათაურე, ადრე სხვა სათაურით შემოგთავაზეთ იგივე პრობლემა. ეხლა მე ესე დავასათაურე, თუ ღმერთმა წინასწარ აერჩია ადამიანების სახსნელად, გამოდის რომ დანარჩენი დასაღუპავად ყოფილან განწირულნი? ნახეთ და ამას მე მოგიყვანთ კითხვის დამსველი ახსენებს ძალიან მოკლედ რამოდენიმე მუხლს, მაგრამ მე მთლიანად წაგიკითხავთ, რომ თქვენ კიდევ ერთხელ წარმოდგენა გქონდეთ, თუ როგორ არის ბიბლიაში აქცენტი ამაზე გაკეთებული. და მართლაც პირველად როცა ბიბლიას წაიკითხავთ თქვენ, შეიძლება ბევრმა ეს კარგად ვერ დაალაგოს. ამიტომ ჯონ მაკარტურის რჩევა ძალიან სწორი რჩევა არის, რომ ამას არ ჭირდება ჩვენ გონებაში მოწესრიგება, არამედ ეს უნდა მივიღოთ როგორც პარადოქსი, აუხსნელი რამ. ღმერთისთან ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ჩვენი პატარა გონებით ბევრ რამეს ვერ გავიგებთ. ამიტომ ჩვენა ხელი არ უნდა ვახლოთ, დავტოვოთ ისინი და ორივე მივიღოთ. ასე რომ მოდით კიდევ ერთხელ მოვუსვინოთ ამ საინტერესო თემას, რომელიც ჩემთვისაც გადატრიალება იყო, როდესაც მეც დავიწყე ამის მოსმენა და ბევრ რამეს ვერ ვარიგებდი, როცა ვისმენდი ერთს და მეორე მხარეს. მოდით მოვუსვინოთ კიდევ ერთხელ კითხვის ავტორს. ეკლესიასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ბარიერი, რომელიც თქვენ ადრე მოიხსენიეთ. ეს თეოლოგიური განსხვავებებია. და მეც ბოლო დროს ვებრძვი ამ წინასწარ განსაზღვრულობას და წინასწარ არჩევითობის თემას. თქვენ სასწავლო ბიბლიაში, რომელთა მე-9 თავში, კერძოდ მე-15 მუხლში, საუბარია ღმერთის აბსოლუტურ უზენაესობაზე, რომ ის ირჩევს ადამიანებს სახსნელად და ყველანაირად ჩვენ ვარ წინასწარ ამორჩეული სამყაროს შექმნამდე. მე წავიკითხავ ამ ადგილს მთლიანად რომელთა მე-9 თავიდან. ჭეშმარიტებას ვლაპარაკობ ქრისტეში, არ ვცრუობ, ჩემი სინდისიც მიმოწმებს სული წმინდაში. რომ დიდია ჩემი მწუხარება და განუწყვეტელია ჩემი გულის ტკივილი. პავლე მოციქული ლაპარაკობს. ნეტავ მე თვითონ ყოფილიყავი ქრისტესგან მოკვეთილი ჩემი ძმების, ჩემი სისხლისა და ხურცის გამო, რომლებიც ისრაელიანები არიან, რომლებსაც შვილებაც ეკუთვნით და დიდებაც, აღთქმანიც და ჯულდებლობაც, მსახურებანიც და დაპირებებიც. მათნი არიან მამანი და მათგანაა ხურციელად ქრისტე, რომელიც არის ღმერთი ყოველთა ზედა, უკუნისამდე კურთხეული, ამინ. მაგრამ ისე კი არა, თითქოს ღვთის სიტყვა დაეცაო, რადგან ვინც ისრაელისგან არის, ყველა ისრაელიანი როდია და ყველა, ვინც აბრაამის თესლია, მისი შვილი როდია, ვინაიდან ითქვა, ისააკში იწოდება შენი თესლი. ესე იგი, არა ეს ხორციელი შვილები არიან ღვთის შვილები, არამედ აღთქმის შვილები ითვლებიან თესლად. რადგან ასეთია აღთქმის სიტყვა, ამ დროს მოვალ და ეყოლება სარას ძე. და არა მარტო ეს, არამედ ასე დაემართა რებეკასაც, როცა მას ჩაესახა ერთისაგან, ჩვენი მამის ისააკისაგან, ვინაიდან ჯერ კიდევ დაბადებულები არ იყვნენ მისი შვილები და ჯერ კიდევ არაფერი ქონდათ გაკეთებული კარგი ან ცუდი, რათა ღმერთის განსაზღვრა მისი არჩევნის თანახმად მომხდარიყო. საქმეთა მიხედვით კი არა, მომწოდებლისაგან ეთქვა მას. უფროსი
დაემონება უმცროს. როგორც წერია, შევიყვარე მე იაკობი, ხოლო ესავი შევიძულე. თუ ასეა, რაღა ვთქვათ, ნუ თუ უსამართლობაა ღმერთთან, არამც და არამც, რადგან ეუბნება მოსეს, მოწყალე ვიქნები მათთვის, ვისაც შევიწყალებ და შემბრალე მათთვის, ვისაც შევიბრალებ. ამრიგად ეს დამოკიდებულება არა მსურველზე და არა მცდელზე, არამედ შემწყალე ღმერთზე. ვინაიდან წერილი ეუბნება ფარაონს, სწორედ ამისათვის დაგადგინე, რომ ჩემი ძალა ვაჩვენო შენზე და ჩემი სახელი განითქვას მთელ დედამიწაზე. ამრიგად, ვინც სურს, ღმერთზე ალაპარაკი, მას შეიწყალებს და ვინც სურს, მას გააჯიუტებს. შენ მეტყვი, აბა რატომ ღაზდებს ბრალს? მისნებას ვინ აღუდგებაო წინ? ვინ ახარ შენ ადამიანო, რომ ეკამათები ღმერთს? განა ქმნილება ეტყვის შემონქმედს, რატომ შემქმენიო ასე? ნუ თუ მეკოთნეს უფლება არ აქვს თიხაზე, რომ ერთი და იგივე თიხიდან ზოგი საპატიო ჭურჭელი გააკეთოს, ზოგიც უპატიო? მაშრა ღმერთი, რომელსაც სურს თავისი რისხვის ჩვენება და ძლიერების უწყება, მრავალი სულგრძელობით იტანდა დასაღუპავად გამზადებულ რისხვის ჭურჭლებს, რათა აუწყოს თავისი დიდების სიუხვე წყალობის ჭურჭლებზე, რომლებიც წინასწარ გაამზადა სადიდებლად, აი კიდევ წინასწარ. ჩვენზე, რომლებსაც მან მოგვიწოდა არა მარტო იუდეველთაგან, არამედ წარმართებიდანაც. როგორც ოსიაში ამბობს, არა ჩემს ხელს უწოდებ ჩემს ხალხს უწოდებ ჩემს ხალხს და არა საყვარელს საყვარელს. და იქნება, რომ სადაც ეთქვათ, არა ხართო ჩემი ხალხი, იქვე იწოდებიან ცოცხალი ღვთისძეებად. ესაა კი ღაღადებს ისრაელზე, ზღვის ქვიშასავით რომ იყოს ისრაელის ზეთა რიცხვი, ნაწილი გადარჩება, რადგან თავის სიტყვას ბოლომდე და დაუყოვნებლივ აღასრულებს უფალი დედამიწაზე. და როგორც იწინასწარმეტყველა ესაიამ, ცაბაოდ უფალს რომ არ დაეტოვებინა ჩვენთვის თესლი, ვიქნებოდით როგორც სოდომი და დამისგავსებოდით გომორელებს. მაშ რაღა ვთქვათ, წარმართება, რომლებიც სიმართლეს არ მისდევდნენ, მიიღეს სიმართლე რწმენისაგან. ხოლო ისრაელმა, რომელიც რჯულით ესწრაფოდა სიმართლეს, ვერ მიაღწია მას რჯულში. რატომ? იმიტომ რომ რწმენაში კი არ ეძებდა, არამედ რჯულის საქმეებში და შებრკოლდნენ შებრკოლების ლოდზე. როგორც წერია, აჰა დავდებ სიონში შებრკოლების ლოდს და საცდურის კლდეს და ყოველი მისი მორწმუნე არ შერცხვება. ახლა კითხვის დამსველი კიდევ აგრძელებს. ეს მოიყვანა მაგალითი აქედან და მე წაგიგითხეთ. შემდეგ ჩვენ თუ დაუბრუნდებით ჯონ იონეს სახარების მე-6 თავს, მე-44-ს, იქაც თქვენ სკოლიოში ახსენებ, სადაც იესოს მადლს მოიხსენიებს, რომ ქრისტესთან მისვლის ძალა საუბრადოდ მთელ კაცობრიობას ენიჭება. და მე წავიკითხავ ამ ადგილს 35 მუხლიდან მე-6 თავი იონეს სახარებისა. უთხრა მათ იესო, მე ვარ სიცოცხლის პური, ჩემთან მომსვლელს არ მოშივდება და ჩემს მორწმუნეს არასოდეს მოსწყურდება. ესე იგი ნახეთ, ესე იგი ადამიანს აქვს უნარი რომ მივიდეს ღმერთთან. მაგრამ ხომ გითხარით, კიდეც მიხილავთ, მაგრამ არ მირწმუნებთ. ყველაფერი, რასაც მამამ აძლევს, აი კიდევ ლაპარაკი ხო არჩევითობაზე, მამა აძლევს, ჩემთან მოვა, ხოლო ჩემთან მოსულს გარეთ არ გავაძევებ. რადგან ზეციდან ჩემი ნების აღსასრულებლად კი არ ჩამოვედი, არამედ მისი ნებისა, ვინც მე მომავლილა. ხოლო ჩემი მოვლენებლის ნება ის არის, რომ რაც მომცა, ნახეთ, არაფერი დამეკარგოს, არამედ აღვადგინო უკანასკნელ დღეს. ჩემი მამის ნება ის არის, რომ ყველას, ვინც ძეს იხილავს და ირწმუნებს. ნახეთ, ესე იგი უკვე უნივერსალურია, ხო? ვინც იხილავს. ესე იგი ნების ადამიანს აქვს უნარი, რომ თუ დაინახავს, რომ ირწმუნოს. საუკუნო სიცოცხლე ქონდეს და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს. დრტვინავდნენ იუდევლები იმის გამო, რადგან თქვა, მე ვარ პური ზეციდან ჩამოსული. ამოვდნენ, ეს ხომ იესოა, იესობის ძე, ხომ ვიცნობთ მის მამას და მის დედას, როგორ ამბობს ზეციდან ჩამოვედიო? უთხრა მათ იესომ, ნუ დრტვინავთ ერთმანეთში. არავის შეუძლია ჩემთან მოსვლა, ისევე, ნახეთ, არავის შეუძლია ჩემთან მოსვლა, თუ მამამ, ჩემმა მოვლენებელმა არ მოიყვანა და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს. წინასწარმეტყველებში წერია და ყველა განისწავლება ღმერთის მიერ. ყველა ვინც მამას უსმენს და სწავლობს, ჩემთან მოდის. იმიტომ კი არა რომ ვინმეს უხილავს მამა, იმის გარდა ვინც ღმერთისგან არის, მან იხილა მამა. ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, ვისაც ჩემი სწამს, აი ხლაც უნივერსალური. ვისაც ჩემი სწამს, მას საუკუნო სიცოცხლე აქვს. მე ვარ პური სიცოცხლისა, თქვენმა მამებმა მანანა ჭამეს უდაბნოში და დაიხოცნენ, ეს არის პური ზეციდან ჩამომავალი, რათა კაცმა შეჭამოს და არ მოკვდეს. მე ვარ ცოცხალი პური ზეციდან ჩამოსული, ვინც შეჭამს ამ პურს, საუკუნოდ იცოცხლებს. პური მე რომ გაძლევთ, ჩემი ხორცია და წუთის სოფლის სიცოცხლისთვის გავცემ მას.
კამათობდნენ იუდევლები ერთმანეთში და ამბობდნენ, როგორ შეუძლია თავისი ხორცი მოგცეს საჭმელად? იესომ უთხრა, ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, თუ არ ჭამთ ძე კაცის ხორცს და არ ცვავთ მის სიცხს, არ გაქვთ სიცოცხლე თქვენში. ჩემი ხორცის ჭამელს და ჩემი სისხლის სველს კი საუკუნო სიცოცხლე აქვს და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს, რადგან ჩემი ხორცი ნამდვილი საჭმელი და ჩემი სისხლი ნამდვილი სასმელია. ჩემი ხორცის მჭამელი და ჩემი სისხლის სმელი ჩემში რჩება, მე კი მასში. როგორც მე წარმომგზავნა ცოცხალმა მამამ და მე მამაში ცხოვრობ, ასევე ჩემი მჭამელი ჩემით იცოცხლებს. ეს არის ზესიდან ჩამოსული პური, ისეთი კი არა თქვენმა მამებმა რო ჭამეს მანა და დაიხოცენ. ამ პურის მჭამელი საუკუნოდ იცოცხლებს. ამას ამბობდა იესო სინაგოგაში, როცა კაპერნაუმში ასწავლიდა. ამის მოსმენისას მის მოწაფეთაგან ბევრი ამბობდა, მძიმე სიტყვა, ვის შეუძლია მისი მოსმენა. და კითხვას დამსმელი აგრძელებს. მაშ როგორ უპასუხებთ ამ საკითხებს ქრისტიანებისა და არაქრისტიანების გადმოსახედიდან? თუ არსებობს წინასწარ და წინასწარ-არჩევითობა, რატომ უნდა ვიდარდოთ მაშინ ჩვენ ამ ყველა ქადაგებით, ევანგელიზაციით, ან რაიმე მსგავსით? ასევე ქრისტიანების შემთხვევაში, რომლებიც არ დაეთანხმებიან ამას და იტყვიან, რომ ეს ყველასათვის ღიაო და არ არსებობს წინასწარ-არჩევნო. ჯონ მაკარტური პასუხობს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ვერასოდეს გვექნება ბიბლიური კითხვა-პასუხების სესია ამ საკითხის განხილვის გარეშე. ამიტომ მინდა იცოდეთ, რომ თქვენ ცხებული ხართ დღეს და მინდა დაგამშვიდოთ, რომ ყველა არჩეულები ხართ. ყველა ხართ წინასწარ განსაზღვრული, რაც ადასტურებს ამას. რადგან ღმერთი ყოველთვის ავალებს ხოლმე ვინმეს დასვას ესეთი კითხვა და მეც ყოველთვის მინდა, რომ გავცე ამაზე პასუხი. ამიტომ თქვენც არაერთხელ გსმენიათ ჩემი პასუხი და ეხლაც გთხოვთ განიმშვალოთ მოსმენით. მინდა იცოდეთ, რომ ბიბლია გვასწავლის წინასწარ განსაზღვრულობას და წინასწარ არჩევას. სამყაროს შექმნამდე ბიბლიაში წერია, რომ მან აირჩია მორწმუნეები, თავის შვილები და ჩვენის გვეძახის რჩეულებს. არავინ მოვა ჩემთან, თუ მამა არ მოიზიდავს მას. ეს ყველგან არის წმინდა წერილში. რომ თქვენი სახელები ჩაწერილია კრავის სიცოცხლის წინგში სამყაროს შექმნამდე. ღმერთი ამბობს, წადი იქადაგე იმ ქალაქში, რადგან ბევრი ხალხი მყავსო ამ ქალაქში. გახსოვთ პავლეს რას ეუბნება. იქ მოქცეული ადამიანებიც კი არ იყვნენ ჯერ, მაგრამ ღმერთმა უკვე წინასწარ იცოდა თუ ვინ იყვნენ ისინი. იმიტომ რომ მათი სახელები უკვე მისთვის ცნობილი იყო. ბიბლია გვასწავლის გამორჩევის თეორიას, დოქტრინას. ამის გვერდისავლით სხვა გზა არ არსებობს. მაშინ თქვენ სიტყვით უნდა უგულებყოთ წმინდა წერილის ესწავლება და ადგილები, რომელიც მოცემულია ბიბლიაში. ის ყველგან არის ბიბლიაში. ამიტომ ჩვენ ქადაგებთ ამას და ჩვენ გვწამს ეს. მაგრამ ამავე დროულად ბიბლია გვასწავლის ინდივიდუალურად ადამიანის პასუხისგებლობას. ის გვასწავლის, რომ ყველა ცოდვილი პასუხისგებელია თავის რწმენაზე, ან კიდევ ურწმუნოებაზე. იღებს თუ არა ის ქრისტეს, ან უკუაგდებს და დაგმობს მას. გასაგებია, ვისაც სურს უნდა მოვიდეს ჩემთან და ვინც ჩემთან მოვა, მას აღარასოდეს არ გავაბრუნებ უკან. ამბობს იესო იონეს სახარების ამ მე-6 თავში. და როდესაც მთელი ბიბლია მთავრდება, გახსოვთ გამოცხადების წიგნი 22 თავი, როდესაც მიდიხართ ბოლოში, იქ ამბობს, სული და პატარძალი ამბობენ. მოდით, ვინც ისმენს, მოვიდეს, ვისაც ყურია, მოვიდეს, ვისაც სურს და უსასყიდლოდ მიიღოს სიცოცხლის წყალი. ხედავთ, ნახეთ როგორ თავდება ბიბლია? თუ გინდა მისვლა, ვისაც უნდა, მიდი. თუ არ მიხვალ, დაიღუპები და ვინ იქნება პასუხისგებელი? საკუთარი შენი თავი და არანაირად ღმერთი. ახლა კითხვა ესე ისმის, თუ როგორ უკავშირდება ეს ორი ერთმანეთს და პასუხი ასეთია. წარმოდგენაც არ მაქვს მე. მე მესმის, როდესაც ვიღაცა მოbrunდება და მიიღებს სახარებას, ანუ იესო ქრისტეს, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ღვთის მადლის გამო არის და ღვთის ძალის გამო, რომელმაც გააცოცხლა ეს მკვდარი ადამიანი
მისცა მას რწმენა და სიცოცხლე. და ამავე დროულად ბიბლია გვეუბნება, რომ ცოდვილი სრულიად არის პასუხისმგებელი სახარების მიღება ან უარყოფაზე. და ამიტომაც ადამიანები იღუპებიან, რადგან ისინი თავად უარს ამბობენ რწმენაზე. ასე რომ არავინ იგზავნება ჯოჯოხეთში იმის გამო, რომ ის არ არის არჩეული. ისინი იგზავნებიან ჯოჯოხეთში იმიტომ, რომ მათ არ მიიღეს, არ იწამეს იესო ქრისტე. და იესო ამბობს, თქვენ ცოდვებში მოკვდებით, იონეს სახარების მე-7 თავი. და სადაც მე მივდივარ, თქვენ ვერასოდეს ვერ მოხვალთ, რადგან არ მერწმუნეთო. ეს ყოველთვის პრობლემაა. რწმენა გადაარჩენს, ხოლო ურწმუნოება კი დაგწყევლის. და ეს ყოველთვის პრობლემაა და პარადოქსია. და იცით, მე თუ ამას ვერ ვჭრი და ვერ გადავჭრი ჩემს გონებაში, ეს ჩემთვის დიდი პრობლემას არ წარმოადგენს. არანაირ მნიშვნელობას არ წარმოადგენს, იმიტომ რომ მე ვიცი, რომ მე მაქვს ძალიან პატარა ტვინი და ჩემი გონება ვერ იტევს ამას. ის ფაქტი, რომ მე ვერ ხვდები ასეთ უზარმაზარ რამეს, ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს, იმიტომ რომ ვიცი, რომ ღმერთს აქვს უზარმაზარი გონება და მე მას ვერ გავიგებ. ამიტომ ეს ძალიან უმნიშვნელოა ჩემთვის. ხლა ისმება კითხვა, შეგიძლიათ ამის გაგება? და კითხვის ავტორი მაინც ქმუტავს ეთყობა და ეუბნება ჯონს, რომლის სახელი ჩვენ არ ვიცით, არ თქვა თავის სახელი. მე მესმის ჯონეს, მაგრამ თქვენ რომელ მხარეზე დგეხართ? და ჯონ მაკარტური პასუხობს, ორივე მხარეზე. გასაგებია, თქვენ უკვე უპასუხეთ ჩემ კითხვას. და ჯონ მაკარტური აგზელებს. არ არსებობს მათ შორის ღობე. ორივე მართალია. გასაგებია ჯონ. იქ არ არის ღობე. არ არსებობს ორი დოქტრინა, რომ თქვენ მაგალითად აირჩიოთ ან ერთი ან მეორე. ისინი ორივე პარალელურ ხაზია და არ კვეთავენ, მიუყვებიან ერთმანეთს უსასრულოდ, გვერდი გვერდზე. თქვენ ირჩევთ ორივეს, იმიტომ რომ ორივე წმინდა წერილშია მოცემული. საბოლოო ჯამში, როდესაც ვინმე გადარჩება, ისინი მთელ დამსახურებას ღმერთს მიაგებენ და ეს ღმერთი იწერს ამ გამარჯვებას. ხოლო როდესაც ვინმე ჯოჯოხეთში მიდის, მთელი ბრალი პიროვნებას ეკისრება და არანაირად ღმერთს. ახლა როგორ წყვეტს ღმერთი ამას თავისი უსასრულო გონების სრულყოფით? ეს მისთვის პრობლემა არ არის. ეს პრობლემა არის ჩემი პატარა გონებისთვის. და ეს არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მე მწამს და მჯერა, რომ ბიბლია ეს ღმერთმა დაწერა. რადგან მე, ჯონ მაკარტური, ვიცი, რომ ძალიან ბევრ ადამიან რედაქტორებს, რომლებიც წიგნებს მისწორებენ და ისინი აუცილებლად ამას შეასწორებდნენ და არ დატოვებდნენ ამ პარადოქსის სახით წიგნში, რომ ეს მათ კომპეტენციაში შედიოდეს. მაგრამ ხედავთ, ბიბლიაში ეს დარჩა და ვერავინ ვერ გაასწორა. ვერავინ ვერ შეარიგა ეს. დატოვეს ესე წინააღმდეგობა და ესე პარადოქსულად. ახლა თქვენ ამას თუ პრობლემა თვლით, მე შემიძლია დაგეხმაროთ ამ პრობლემის უბრალოდ უფრო გადაწყვეტაში, თუ მიყვებით ჩემს ლოგიკას. ძალიან მარტივ კითხვას დაგისვათ. თქვენ ახლა ხან წაიკითხეთ რომელთა წერილი თქვენ აღნიშნეთ და მე მინდა გიკითხოთ, ვინ დაწერა ეს? და კითხვის ავტორი პავლემ. დარწმუნებული ხართ, რომ პავლემ? ხედავთ, უკვე პრობლემა გიჩნდებათ. თქვენ თუ პავლეს იტყვით, რომ მთლიანად ეს პავლეს დაწერილია, ეს არ იქნება სწორი პასუხი. ეს პავლეს ლექსიკა იყო? ეს პავლეს სიტყვები არის? პავლეს გონება მუშაობდა? პავლეს გულიდან ამოვიდა ეს? გარკვეულწილად სწორია, მაგრამ ვისი შთაგონებით იყო? ღმერთის მიერ არა? და როგორ წყვეთ ამას? როგორ შეიძლება ეს იყოს პავლეც და სულიწმინდაც? კიდევ ერთ კითხვას დაგისვათ. იესო ადამიანია თუ ღმერთი? თქვენ იტყვით ადამიანი. 100% ადამიანი? და 100% ღმერთი, მაშინ 200% გამოდის. ხედავთ?
თქვენ ისევ გაიხლართებით. ეს შეუძლებელია, მაგრამ ეს ასეა. კიდევ ერთ კითხვას დაგისვათ, რომელთანაც რეგულარულად უნდა გქონდეთ თქვენ საქმე. ვინ ცხოვრობს თქვენი ქრისტიანული ცხოვრებით? და კითხვის ავტორი ეუბნება: მე. დარწმუნებული ხართ მართლა? როდესაც აკეთებთ იმას, რაც სწორია, ეს თქვენ ახართ? არა, რა თქმა უნდა, სულიწმიდა. ხედავთ? ისევ. და სადაც ცდებით, ვინ აკეთებს ამას? ხედავთ, სადაც არ უნდა წახვიდეთ, ყოველთვის თქვენ პრობლემა გექნებათ. რადგან თქვენ ხვდებით ღვთაებრივი დილემის რქებში. პავლეს თქვენ თუ კითხავდით, ვინ ცხოვრობს შენი ქრისტიანული ცხოვრებითო, ის აუცილებლად გიპასუხებდათ: მე ქრისტესთან ერთად ვარ ჯვარცმული, მიუხედავად ამისა ვცოცხლობ, მაგრამ არა მე, არამედ ქრისტე. სიმართლე ისაა, რომ მასაც არ ესმოდა ეს მთლიანად. რაც არ უნდა დიდი გონება ქონდა პავლეს და მას ქონდა ძალიან ძლიერი გონება, ღვთის გონების უსასრულობის გამო ჩაწვდომა მას არ შეეძლო. ამიტომაც იყო ჯონ მიუერი დიდი თეოლოგი, მართალი, როდესაც ამბობდა, რომ ბიბლიის ყველა მთავარ დოქტრინაში არსებობს აშკარა პარადოქსი, რომლის გადაჭრაც ადამიანის გონებისათვის შეუძლებელიაო. ამიტომ თქვენ დატოვეთ ისინი იქვე, იმიტომ რომ ესენი მტკიცებულებებია. ეს ღვთაებრივი წიგნია და ღმერთი ჩვენზე უფრო აღმატებულია. თუ ღმერთის შესახებ ყველაფრის გაგება შეგვეძლებოდა და ღმერთის თანასწორი გავხდებოდით, ეს ტრაგედიების ტრაგედია იქნებოდა. და კითხვის ავტორი ამბობს: მე მესმის, უბრალოდ მე მინდოდა ესე ფორმულირე, ადამიანები წინასწარ არიან განწირული ხსნის არქონისათვის? და ჯონ მაკარტური ისევ პასუხობს, ეთყობა ეს პიროვნება ვერა და ვერ დაკმაყოფილდა და კიდე ჩაკითხვასა აქვს ადგილი, ბიძინასი არ იყოს. ჯონ მაკარტური პასუხობს: არავინ არის წინასწარ განწირული. ისინი მხოლოდ წინასწარ არიან განწირული, თუ არ მოინანიებენ და არ მიიღებენ იესო ქრისტეს. თუ განწირვა, ისინი მხოლოდ ხსნისათვის არიან განწირულები. და თუ ისინი დაიღუპებიან, ეს მოხდება საკუთარი ურწმუნოების გამო. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ასეთი სიტყვების გამიჯვნა საბოლოოდ პრობლემას მაინც ვერ გადაწყვეტს. საბოლოოდ პრობლემა მაინც გადაუჭრელი ადამიანის გონებისათვის, რადგან თქვენ გაქვთ პასუხისმგებლობა მათ წინაშე, ვინც არ იწამებს იესო ქრისტეს და თქვენ გაქვთ მთლიანად ღვთის საქმე მათთვის, ვინც იწამებს მას და ეს ჩვენთვის შეუძლებელია, რომ შევარიგოთ და გავიგოთ. იმედია, რომ როდესღაც ჩვენ ამას აუცილებლად გავიგებთ, როცა მას დავინახავთ. და ამასობაში ნუ შეეცდებით, რომ მოიფიქროთ რაიმე შუალედური, რაც ორივე მათგანს გაანადგურებს და უფრო მეტ პრობლემებში გაგხვევთ თქვენ. დატოვეთ ისინი იქ პარადოქსად, როგორც ისინი იქ არის. კარგით?